გორში თამარ მეფის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსები აშენდება. ინიციატივა კომპანია ჯეო კონცენტრანტს ეკუთვნის, რომელმაც კერძო ბინები შეიძინა და ახლა 6 სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს. საკითხი მისაღებია მმართველი გუნდისთვის, რომელმაც ინიციატივას მხარის საკრებულოს ხდომაზე დაუჭირა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ქალაქის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. ცნობისთვის კომპანია ჯეო კონცენტრანტი ივანე გოგლიძეს ეკუთვნის, რომელიც ასევე კომპანია კულას მფლობელია. მერიაში შემოსულია შპს ჯეო კონცენტრატისა და ფიზიკური პირი გიორგი ბასილიაშვილის შორის ხელშეკრულება დადებული. ეს არის კერძო საკუთრება, სადაც მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის შესახებ არის ინიციირება. რადგან ამ წუთასი ქალაქში არ არსებობს გენერალური გეგმა და მერია არ გეგმავს რაიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას აღნიშნულ ტერიტორიაზე და ეს წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ჩვენ ვაძლევთ საკრებულო აძლევს ნებართვას მერის, რომ ნებართვა დართოს აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალბინიანი მრავალფუნქციური კორპუსების მშენებლობისათვის, თავისი რეკრეაციული ზონით, ავტოტრანსპორტის გაჩერების ადგილებით და ქალაქის განაშენიანებისათვის ვფიქრობთ, რომ უფრო ხელშესაწყობი იქნება და ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის უფრო ლამაზი სივრცე შეიქმნება. ამას ერთხმად ხარი დაუჭირეთ.